ჩემი ხმა ისმის, ხო? დიახ. კაი, რო შეერთვება მითხარი და გააზიარ. ჩაერთო და გავაზიარება. მედი. ას. კი, ჩანს. აბა. აი მას შევქმნი და heal დავარ. აჰა. და აქ რო შევდივარ. აი აქ განახეთ რომ იმატებს. ხო. აი ასე დავაყენე და შევცვლინე. აჰა. აი აქ მოხვაგდე. ხო. აი ხო გაჩნდა და რო იღებს ემატება 1 სიცოცხლე. აჰა. მაგრამ აქ ეს რო ჩდება ის რა რა. აი ეს don't destroy on რაღაცა. ეგ ფუნქცია არის. მაგის გამოყენება შეგიძლია იმაში. აი თქვათ თუ აი სცენის ცვლილების დროს რა, თუ გინდა რომ თქვათ პლეიერი არ განადგურდეს, ანუ სცენა და სცენაზე რო სხვა სცენაზე რო გადადიხარ ხო იმ სცენაში რომელსაც იყავი, ყველაფერი ნადგურდება, ანუ ყველაფერი იშლება და ახალ სცენაში გადადიხარ რა. ხო და შეგიძლია რომ რაღაცა ობიექტი არ განადგურო და გადაიყოლო იქ სხვა სცენაში. Don't destroy on load-ის გამოყენებით. მე შეიძლება გამოვიყენოთ ეგეც. ან მარტივად იწერო ახლა რომ გამოყენების ხარჯს რა დუაჩეს?
აი destroy-ს ვაკეთებ ხოლმე, მაგროს უბრალოდ ჩდება რა მანდაც იმაში სცენაში. აა ხო. კოდი მაჩვენე? ახლა არ ჩამირთე Visual Studio. ხო, ჩართე და მაჩვენე. ელენე შემოსულ, გამარჯობა ელენე. გამარჯობა. ხარ დღეს კომპიუტერთან? მოგისმენთ უბრალოდ და შემდეგზე გვიქნები, შემდეგზე ჩაატარებთ ხო ჭიათურაში? სავარაუდოდ კი. ხო და იქაც მოვალ. კარგი. აუ ელენე, შენი გვარი გამახსენე? ჯაფარიძე. ოკეი, მადლობა. ჩაერთო განახე. მიდი. მეცადე არ ჩასადოვაც. კი გამოჩნდა. აბა. აუ კიდე. აი მოიცა ჯერ განახეთ რომ გაჩენის სკრიპტს. ხო. აი გაჩენის სკრიპტი როგორც მის შევქმნით, ხო? რა ქვია? drop. დიახ. ცალკე ვოიდი შექმნით. ახლა ეს ძალიან დიდი დაუწერე რომ ხო, რო გაჩენო. გააჩინოს და მე შევუცვლი და უყადე. ოკეი. მაგ პლეიერშიც მიწერია რომ აი აქ როდესაც ისახე დავწერე ჰილკლონს რომ ეჯახება გააქროს და მე დაუმატოს ერთი ცოცხლი. და იქ drop hills იძახებ, სადაც იმას იძახებდი, drop emos იძახებდი? დიახ. აი აქ. და ის drop შანსი. არა ის ვერ გავაკეთე რომ მარტო ერთ-ერთი დადროპოს. აბა მაჩვენე იქ drop შანსი რა გიწერია. არა ანუ აი აქ ხო გიწერია რომ თუ 10-ია 10-ზე ნაკლებია. არა შევცვალე რომ ეს ხო არა გამიკეთებია იქ დროპში ნაკლები 30-ზე და მეტია 10-ზე მაშინ ტყუები დადროპოს თუ ნაკლები 10-ზე მაშინ ოკეი ანუ heal objects მხოლოდ მაშინ იმაშვება დროპავს როცა 10-ზე ნაკლებია ხო ყველაზე ცოტა შანსი არის და ის კიდე 10-დან 30-მდე უნდა აირჩიოს ხო რო ის დადროპოს ოკეი ოკეი გასაგები მშვენიერი ოჩხა თეწამით ას მე ნიკოლას თუ შემოვიდა კოლავის გაკვეთებას გვასწავლით ცალკე გეტყვით ხო როგორ უნდა ქნათ აი კარგი ახლა მე გავაზიარებ
რომელსაც აზიარებს. ეცნობს თავიდან შემოვა. არის აღმოჩნდა ხო? ო. ერთი წამით. ბოდიში ინტერნეტო გამიჭედა და გამოგდო. ჩანს? ისმის ჩემი ხმა? აბა დაილაპარაკეთ მე არ მისმის მაგრამ. მას აი გამოჩნდა. ხო. ნორმალურად ჩანს? ცუდი ხარისხი ხო არ არის? არა, მას კარგად ჩანს. ოკეი. კაი, heal object შევქმნი მეც შენ როგორც გქონდა გაკეთებული 2D object-ი. Sprites circle იყოს, მოდი ჩემთანაც ეგრე გავაკეთებ, როგორც შენ გააკეთე. Heal დავარქვათ ამას. ცოტა დავაპატარავოთ. და ვაქციოთ prefab-ად. ობიექტი წავშალოთ სცენიდან. მე წავიდეთ enemy script-ში, იმიტომ რომ enemy უნდა დაადროფოს ესეც. პრინციპში შეგვიძლია რომ აი შენ როგორც გქონდა გაბრიელ გაკეთებული ცალკე void-ი რო გქონდა მაგისთვისაც drop ეს რა ქვია drop heal რო ერქვა ცალკე void-ს და იქ რო instantiate გეწერა. ეგეთ რაღაც გაკეთება შეგვიძლია. მაგრამ ასევე შეგვიძლია რომ ერთი ფუნქციით ჩავწეროთ რა. და აქვე ამ ფუნქციაში გვეწეროს emo დააგდოს თუ ეს რა ქვია heal-ის ობიექტი. ერთ ფუნქციაში გავაერთიანებთ მაგას. შენ შეგვიძლია გააერთიანო. უბრალოდ ესეთ რაღაც უნდა ვქნათ, რომ აქ რო გვაქვს drop-ის header-ი, სადაც public game object emo გვიწერია. ნუ პრინციპში თუ ესე დავწერდით, თქვათ როგორც შენ გიწერია public game object და heals დავარქმევდით აქ, ხო? როგორც emo დავწერეთ წინაზე game object-ი ტიპის სვლადი, ესე გვექნებოდა heal და ცალკე ფუნქცია გვექნებოდა ესეთი, სადაც instantiate-ში ეწერებოდა emo-ს ნაცვლად heal.
როგორც ჩვენთან რა წერა როგორც ნახეთ და ამის მაგივრად ესე ცალ-ცალკე რო გვწერია ორი. შეგვიძლია რომ ერთი მასივი შევქმნათ რა, ობიექტების მასივი. სადაც ორი ობიექტს შევინახავთ ერთდროულად. ეხლა ეგ მასივი როგორ იქნება? აი მოდი ამასაც გადავარქმევ სახელს. ამას ერქვას drop object emos მაგივრად. და თან ეხლა ამას რო გადავარქმევ სახელს, მე სადაც ემოწერია, იქაც გადარქმევა მომიწევს. ამიტომ შემიძლია რომ ყველგან რო გადაერქვას, სადაც წერია. მარჯვენა ღილაკს დააჭერ. rename. და აქ რასაც დაწერ drop object. აქაც გადაარქმევ, სადაც გიწერია. ან სადმე სხვაგანაც რო ეწერო სკრიპტში, მანდაც გადაირქმევა. даже ეს ცვლადი რო სხვა სკრიპტში ქონდეს გამოყენებული, იქაც გადაირქმევა სახელი. ესე თუ გააკეთებ რა renames. თუ ესე renames არ გააკეთებ, მაშინ ცალ-ცალკე მოგიწევს ყველგან მიაკითხო და გადაარქვა. და ეხლა ამ game objects დაუწეროთ ესეთი ფრჩხილები. game object-ის მერე. ეს ფრჩხილები არის მასივის აღმნიშვნელი. აქ instantiate გააწითლებს, იმიტომ რომ drop object ეხლა ის ჭირდება, რა ქვია, ესეთი ნიშანი ჭირდება. ეხლა რო აღარ გააწითლოს და unit-ში რო ვნახოთ ეს drop object-ი როგორ გამოიყურება, მაგიტო ჩავწეროთ უბრალოდ აქ 0. და მე ახსნი რა არის 0. რას ნიშნავს? ოკეი, ეხლა ეს რო დავასეივოთ. ეს რა ხარ მასივი არის, აი თქვათ ეს ამ ფრჩხილების გარეშე რო გვეწერა ხოლმე game object-ი. ხო, ერთი game object-ის შენახვა შეგვეძლო ასეთ ცვლადში. აქ რო დავასეივებდით, unit-ში გამოჩნდებოდა. სად არის? აქ. და ერთ ობიექტს შეინახავდით. და ეხლა რომ მასივის აღმნიშვნელი ფრჩხილები დაუწერეთ, ნიშნავს, რომ აი ბევრ ელემენტიანი ცვლადი არის რა ეს. მასივი არის ბევრ ელემენტიანი ცვლადი. და შეგიძლია ბევრი ობიექტი შეინახო. ეხლა რახან game objects უწერია ეს მასივის აღმნიშვნელი ფრჩხილები. შესაბამისად, აი ამ სახელწოდებაში შეგიძლია ბევრი ობიექტი შეინახო, რავი, ასობით. არა მარტო ერთი, არამედ ძალიან ბევრი რა. ჩვენ ეხლა ორ ობიექტს შევინახავთ. ერთი იქნება emo, ეს და მეორე იქნება hill. გამოიყურება ესე რა. აი ამას რო ჩამოშლი ლისტის empty აწერია და რაღაცა ის არის რა ქვია. 0 რო წერია აქ, ნიშნავს რომ ჯერჯერობით ცარიელია და როგორც კი თქვა ერთიანს ჩაწერ და ერთ ელემენტიანი მასივი გახდება, მე იწყება ამისი ათვლა ინდექსით 0 რა, ელემენტ 0 არის პირველი ობიექტი ამისი. აი თქვა სამ ობიექტიანი, სამ ელემენტიანი მასივი თუ გინდა, სამიანს რო ჩაწერ, ელემენტ 0-დან დაიწყება, მე შემდეგი ელემენტ 1 იქნება, შემდეგი ელემენტ 2 და ასე შემდეგ. აი თქვა 100 ობიექტის შენახვა თუ გენდობება ერთდროულად რაღაცა მასივში. აი აქ size-ში 100 ჩაწერ და ესეთი 100 ელემენტი შეიქმნება რა. ელემენტ 0-დან იწყება, ბოლო იქნება ელემენტ 99. მას კოდი მონახეთ ორწა. აი. შენ ის მეორე ფუნქცია შეგიძლია წაშალო საერთოდ. და აი მაშინ დავწერთ მე ხო? ერთ ფუნქციას გადააკეთებ ხო უბრალოდ. ია. ეს ფრჩხილები მეუწერე იმ game objects და აქ drop objects rename გაუკეთე და drop object-ი დაარქვი. ხო, ეხლა ამხელა ის არ გვინდა ჩვენ 100 ელემენტიანი. ორი იყოს აქ. ელემენტ 0 და ელემენტ 1 იქნება და ელემენტ 0-ში ჩავაგდოთ მოდი emo და ელემენტ 1-ში ჩავაგდოთ hill. ანუ ორი ობიექტი, ორი game ობიექტი შევინახეთ ახლა ამ მასივში რა.
game object-ის ტიპის ცვლადი გვიწერია, drop, რომელსაც drop object ქვია და მასივის აღმნიშვნელი ფრჩხილები აქვს, რაც ნიშნავს, რომ გვაძლევს საშუალებას, რომ ერთზე მეტი ობიექტი, თუნდაც ერთის შენახვა შეგიძლია, მაგრამ ერთზე მეტი ობიექტი შეინახება. ეხლა აქ drop object მერე რახან გინდა, რომ იმ მასივში არსებულ რომელიღაც ელემენტს მიაკითხო და გამოიყენო. აი აქ გვიწერია ეგ drop object შეგლებში 0. ეს ნიშნავს, რომ ამას რო წაიკითხავს კომპიუტერი, ნახავს drop object მასივში element 0-ზე რომელი ობიექტია და მაგას მიაკითხავს რა. ანუ ეხლა რაც გვიწერია აქ ეს გააჩენს ისევ emos, იმიტომ რომ აქ პირდაპირ მითითებული მაქვს მე object drop object ფრჩხილებში 0. რაც ნიშნავს, რომ element 0-ზე რაც არის emos დადროპავს სულ. აი ხა რო გავტესტოთ. ხო, ისევ emo დადროპ. ეხლა თქვათ element 1-ზე ხო ხილი გვაქვს უკვე. აი აქ რო ერთი ჩავწერო. ნახავთ, რომ hill-ის ობიექტს დააგდებს. ამან უკვე hill-ის ობიექტი და ჯერ ამის აღება არ შემიძლია, მე გასაკეთებელი მაქვს, მაგრამ ნახეთ რომ მუშაობს რა. თუ გინდა რომ მასივის რომელიღაცა ელემენტი გამოიყენო, ჩვენ შემთხვევაში ხა game object-ი არის შენახული მაგ ელემენტებში, element 0-ში game object-ი და element 1-ში hill game object-ი. პირდაპირ ამ სახელს წერ ცვლადის და მე ფრჩხილებში უთითებ ელემენტის ნომერს. კაი, აქ ისევ 0-ია წეროს. და მოდი ამათი სახელებით ცოტა გადავაკეთოთ, აი drop emo რო აღარ ერქვას ამას და გადავარქვათ ამასაც rename-ი გავუკეთოთ, რომ გამოძახებული სადაც გვაქვს უკვე ეს drop emo. აი აქ, მანდაც გადაერქვას. void-საც გადავარქვათ სახელი, მარჯვენა ღელაკი rename-ი და drop drop object-ს ესე ერქვას მრავლობითში. თან განსხვავებული იქნება drop object. ქვია იმ ცვლადს და თან პატარა d-ი ქვია, ну მაინც განსხვავებული არის ეს დიდი d-ი დავიწყეთ ამ void-ის სახელის დაწერა, მაგრამ თან ესიც ეწეროს რა, drop object-ს ერქვას თვითონ ფუნქციას. ხო და აქ dropshensi უკვე შექმნილი გვაქვს, ეს შეგვიძლია დავტოვოთ ესე 0-დან 100-მდე არჩევს, ანუ 100-ის ჩათვლით. ანუ ან 0-ს არჩევს მინიმუმ, ან 100-ს არჩევს მაქსიმუმ. და აქ გვიწერია, ხო, ნაკლებიან ტოლი 90-ს მიწერია ახლა მე, იმიტომ რომ რო გაგვეტესტა მარტივად მაგიტო. მოდი ესე დავწერო. ას თქვენი ხმა ჭედავს. ჭედავს. ახლა მას ჭედავს თქვენი. კიდე ჭედავს. ახლა ჭედავს კიდე? ახლა არა. გაზიარებული ჩანს? გაზიარებული ჩანს, მაგრამ ეს რო შეცვალეთ იქიდან ჭედავდა და აღარ იცვამდა აღარაფერი. სახელი რო შევცვალე void-ის? drop object-ი რო გადაარქვით. ხო, rename-ი გავუკეთე და drop object-ს დავარქვი. ხო. და აქაც შეეცვალა, აი გამოძახებული სადაც გვაქვს. კაი, მაგის მერე იმას ვიძახდით, რომ dropshensi უკვე დაწერილი გვაქვს 0-დან 100-ის ჩათვლით რო არჩევს და აქ მიწერია მეთქი dropshens ნაკლებიან ტოლი 90-ზე, რომ მარტივად გამეტესტა და მოდი აქ 50 დავწერ, თქვათ ნაკლებიან ტოლი 50-ზე თუ იქნება, მაშინ emos გააჩენს.
და ისა რა ქვია აქ შეგვიძლია დავწეროთ else if და აქ შევამოწმოთ თქვათ dropshensi თუ მეტია 50-ზე, ეხლა სატესტოდ რა და მე შევცვლი ამას. აი ეს შეგვიძლია გადმოვიტანოთ. Ont აქ ემოკლონის ნაცვლად დავწეროთ hill clone. შესაბამისად აქაც hill clone რო ერქვას. და აქ drop object ერთი გვინდა აქ, იმიტომ რომ hill დადროფოს, hill-ი გააჩინოს ამ ინსტანტში 8-მა. Drop object 1 ნიშნავს, რომ element 1-თან მივა და element 1-ში hill-ი გვაქვს ჩვენ ჩაგდებული და hills გააჩენს. ანუ თუ ნაკლებიან ტოლი იქნება 50-ზე, აი ეს რიცხვი, აქ რო რენდომად აირჩევს შემთხვევით. მაშინ emos გააჩენს და თუ მეტი იქნება, ახლა სატესტოდ ესე გავტესტავ და მე უკვე მართლა ჩავწეროთ აი შე როგორც გეწერა გაბრიელ. ძალიან პატარა შანსი რო იყო შენთან. hill-ის გაჩენის მეც ეგრე და ჩავწერ უფრო. Okay, ეს რო დავასეივოთ. შევამოწმოთ ახლა ხან ის უნდა დაადროფოს emo ხან hill-ი. ახლა hill დადროფა. ახლა emo. ახლა emo, ახლა hill-ი. ხო, ახლა 50-50-ია რა, ხან იმას დადროფავს, ხან ამას. Okay, მუშაობს. აბა შემოწე გაბრიელ შენთან. აქაც მოდი hill-ი უფრო ადრე გაქრეს ხოლმე, თქვათ 2 წამში. ჩემთანაც მუშაობს. მშვენიერი. და აქ ახლა ამასაც გადავაკეთებ, რომ dropshensi იყოს თუ ნაკლებიან ტოლი იქნება თქვათ 40-ზე და მეტიან ტოლი იქნება 10 და 30 იყოს, მოდი. შენც ესე გეწერა მე მგონი და აქ ნაკლებიას ჩავწერ 10 ნაკლებიან ტოლი. მოკლედ hills მაშინ დადროფავს ხოლმე, მხოლოდ როცა dropshensi იქნება ნაკლებიან ტოლი 10-ზე და emos მაშინ დადროფავს, როცა 10-დან 30 ჩათვლით შეარჩევს ხოლმე რა. Okay. Okay, მეორე ელემენტი შემოვიდა. კაი, ეს რა ქვია. ეს მუშაობს, ახლა ჩავწერ იმასაც, რომ hills რო შეეხება აი hills და გააქროს ხოლმე, ეგ გვიწერია player script-ში. emos-თან შეხება. აი აქ ამას დავაკოპირებ. და შევამოწმოთ hill clone-ს ეხება თუ არა, ხო ესე ქვია, კი. hill clone-ი hills გააქრობს და ამ შემთხვევაში ახლა უნდა მოვუმატოს აქ health-ი. health-ი რომ მოემატოს მას და random range-იც არ უნდა. ხო, random range-იც არ უნდა. ცალკე ფუნქცია ხო არ გავაკეთოთ hill-ის. მე შეიძლება გამოგვადგეს, რომ თქვათ რაღაც ობიექტმა უფრო მეტი
მარტოს ხოლმე. მას მე შექმნილი მაქვს. თალკე ვოიდი გაქვს. public float. float-ი გაქვს და იმას ზრდი? აი ესე რომ დავწეროთ რა ვთქვათ. აი როგორც damage-ი გვაქვს ზუსტად ეგრე. კი. შიგნით რომ გქონდეს float-ი, void heal-ი გვაქვს, heal amount-ი რო გქონდეს რა. ზუსტად იგივენაირად როგორც damage-ი გვაქვს. ეგრე და აქ პირდაპირ health-ი ხო გვაქვს? health მივუმატოთ heal amount-ი. რამდენით უნდა დაიხილოს? რაოდენობა რა. და ამას გამოძახების დროს მიუთითებთ, როგორც damage-ს რო ვიძახებთ ხოლმე და damage amount-ს ფრჩხილებში უთითებთ, რამდენი დააკლდეს. ზუსტად ეგრე იდეაში შეგვეძლო damage-იც გამოგვეყენებინა heal-ისთვის. თუ damage-ს გამოიძახებდი და ფრჩხილებში მინუს, ანუ უარყოფით რიცხვს ჩაუწერდი, დახილავდა რა იდეაში, იმიტომ რომ damage amount-ს თუ მიაწვდიდი, minus damage-ს. კი, -10-ს თუ მიაწვდიდი, თქვა damage amount-ს. აქ health -10 ხო პლუს 10 გამოვა. და ეგეც იმუშავებდა, მაგრამ მაინც damage-ი გააპლუსებდა. ხო, გააპლუსებდა და დახილავდა. მაგრამ იყოს რავი. heal-იც გვეწეროს ცალკე, არაფერი არ დაშავდება. და ეს heal-ი გამოვიძახოთ ახლა აქ. ამის ნაცვლად ეს აღარ გვინდა. heal და მიუთითოთ რამდენი მაქვს ამის heal-ი. heal-ი კი არა, health player-ის 5 მაქვს. აი, ერთით დაიხილოს ხოლმე მაშინ ხა, ამჯერად. რო გავტესტოთ. მაგრამ ეხლა ასე იგი float-ი წაუშალე. მე რო მაგთაცელი. ხო, ცალკე float-ი შეიძლება აღარ გამოიყენო ეს გლობალურად რაც გაქვს შექმნილი და ეს heal amount-ი გამოიყენო რა, რაც აქ არის. ამის პარამეტრად, heal-ის პარამეტრად აქ. აქ კიდე იმას ვიზამ. droptions გაუზრდი. მედიანტოლი 10 ეწეროს და მას შეგიძლიათ ეს თავიდან რომ ანახოთ კოდი, იმიტომ რომ მე void damage-ით float health-ი მაქვს გამოყენებული. void damage-ი რაზე მეუნები players-ზე რო void damage გვიწერია? დიახ, health -1-ის damage amount. ხო, უწერია. public flow health-ი რო წავშალე მაგით. არა, health-ი არ წაშალო. თუ უნდა გვეწეროს health-ი არ უნდა წაშალო, ხო, health-ი დააბრუნე. მე მეგონა heal-ის ის ქონდა შექმნილი. ცალკე float-ი. health-ი დატოვა. არა, heal-ის ქონდა. ხო. დაწერე? დიახ. ჩაკ. დამაკლდა. ოკეი. უი. ის დამოვიდა რომ აღება მინდა. აღება ჯერ არ მაქვს. კი არა და ჩაუწერე, მაგრამ კოლაიდერი დამოვიდა. Circle collider-ი მივაბოთ heals და
ის ტრიგერი ჩავურთოთ. იმიტომ რომ თუ სწორად მოხსოვს, ტრიგერი ენთერზე გვიწერია კი. heal clones რო შეეხება. დაიხილოს. ოკეი. 3 მაქვს ხა სიცოცხლე. ეგ არის. მოიცა 5 გამეხდა და კაი, ახლა 1 მაქვს სიცოცხლე. 2 გამეხდა კი. ოკეი. მუშაობს. ჰილი გატესტე და ხა ამას ისევ შევცვლი მე. აქ მეტიაზე რო გადავაკეთე, ნაკლები ეს გადმოვაკეთე ისე. ჩავტვირთო, იმიტომ რომ ჩვენთან ნელაშვი. ხო. ნაკლები აზე გადმოვიყვანე ისევ რომ ცოტა იყოს ამის დროფის შანსი რა. აი გაჩნდა მას. დაიხილა ახლა ორივე ჩნდება მას. ჩვენ დაიხილება აღებაზე, ხო? იახ. კი. კაი. აქ ხა ჩვენი წინაზე რო გადმოვიწერეთ ასეთები. მან ვეძებ ხა explosions. ანიმაციაში არ არის. მე მგონი სპრაიტებში ვნახეთ წინაზე, ხო? აი. მაგრამ აქ ხა ისე ჩანს, რომ თვითონ ამას ship-იც ჩანს და მე თვითონ ship-ზე არის ეს explosion-ი. მოიცადეთ აქ შეგვიძლია აქედან გადავიტანოთ. მას ship-ს ვერ მოვაშორებთ. აქ unit-ში ვერ მოვაშორებთ. unit-ში ვერ მოვაშორებთ. იმიტომ რომ ამის sprite editor-ში ესე ცალკე მარტო ამას ვერ ამოჭრი რა. ისე არის რომ აი აქედან რო ჩავაგდოთ ახლა აქ ჩანს ოდნავ ფრთები, მაგრამ ნახოთ აბა როგორი იქნება. აი პირდაპირ ესე ამ აფეთქებით ამ ფრეიმით რო დაიწყოს რა. მოდი გავტესტავ სცენაში ჩავაგდებ უბრალოდ. მას მოცილება, ანუ რო წავაშოთ ვაფშე შეიძლება. როგორ? თავიდან თქვი? ანუ აი ხო არის მანდ პატარა ფრთების ნაწილი და რო წავაშოროთ უბრალოდ თუ უნდა იმას აქვთ, ცალკე უნდა დავაედიტოთ და მე უნდა ჩავაგდოთ unit-ში. ცალკე მოგიწევს ამის წაშლა, ხო? აქ ვერ იმასისა. ვერ წაშლი. მაგრამ შეგვიძლია ამ ფრეიმიდან დავიწყოთ ეს აფეთქება. და ვნახოთ აბა როგორი გამოვა. აი მოდი სატესტოდ შევქმნი და თუ ნორმალური იქნა, მერე თქვენც გააკეთეთ. explosion ეს ერქოს. ვნახოთ აბა როგორ გამოიყურება.
ხო, მაგრამ ეს ისე რომ გამოვიყენოთ ბარემ რეებიც არის დასაწყისში. აა როგორ გამოვიყენოთ? აი აქ რომლებიც გვაქვს, ხო გვაქვს ორნაირი. ხო. და აი ჩვენი ახლა რაც გვაქვს იმათ მაგერდო ჩავსვათ ეს ორი და ბარემ კარგად იქნება. ან ჩვენი ენემი რო ჩავანაცვლოთ? მაგას ამბობ? შეიძლება, ხო. შეიძლება, მაგრამ ესეც გამოდგება ეხლა და. და ბარემ ზუსტად იქნება და არ დაგჭირდება ეს პირდაპირ იქიდან დაწყება. ანუ ამას ამბობ, მაგრამ ამ ენემიზე რო ანიმაციები გვაქვს მე გამოყენებული. წამით. ო. Fly-დან გადაყავს შუტზე. ამას შუთის ისიც აქვს. მოდი დავტოვოთ ეს ჩვენი ენემი როგორც არის და მე სხვა ენემიებს ამ ენემიებსაც შევამატებთ. და მაგასაც ჩაუწერთ, რომ ხან ერთი გააჩინოს, ხან მეორე რა. და ახლა ამაზე ეს აფეთქება გამოვიყენოთ უბრალოდ. სად არის? აი ეგ სპრაიტებში ship ერთს რო დააჭერთ. აი მესამე ფრეიმიდან მე-11 ფრეიმამდე ყველა მონიშნეთ და გადააგდეთ სცენაში. ესეთი ობიექტი შეიქმნება. და თვითონ ანიმაციას explosion დაარქვით. და ეს explosion გამოვიყენოთ იმისთვისაც რა იმ ენემისთვისაც. არა უშახა დიდად არ შეიძლება. ას მესამედან თუ მეოთხედან? ხო, მეოთხედან. მესამე იმიტომ ვთქვი, რომ სამიანი აწერია. თორე ისე მეოთხედან, ფოტო მეოთხე არის. მას მესამედან თუ მეოთხედან? მეოთხედან კი. აი 0-დან იწყება და მაგიტო მეოთხე ფოტოდან, მაგრამ სამიანი რო აწერია მაქედან. ship 1-3. მაქედან 11-ს ჩავთვლით ბოლომდე რა. რო ქრება მე რა ის ცეცხლი. მაქამდე. თვითონ ობიექტსაც ship 1-3 დაერქვა და გადავარქვათ explosion დავარქვათ ამასაც. მას ეს სამკუთხედი და ოთხკუთხედი იმას გადავიტანთ ხო ანიმაციებში. რო შეიქმნა. იყოს აქ. იმიტომ რომ აქ რაღაც ანიმაციები არის უკვე. ან თუ უნდა გადავიტანოთ რავი არა პრობლემა. ეს ორივე მონიშნოთ და animation. ჩვენ ანიმაციებში გადავიტანოთ ჯობია ხო? იმიტომ რომ იმასაც აქ ასეთები რაც ჩავიწერეთ მაგ ფოლდერსაც მოყვა თავისი ანიმაციები და იგრე ჯობია ხო? ჩვენთან გადავიტანოთ მართალი ხარ. და მოდი ამ თვითონ კონტროლესაც ship 1-3 დაერქვა და ამასაც გადავარქვათ სახელი და ამასაც explosion cont ესე დავარქვათ რა კონტროლერი ხო არის ეს და explosion cont შემოკლებით ერქვას. თვითონ ობიექტსაც მას თავიდან რა ერქვა ამ სკრიპტს და მე კარგა სახელი. არ გავიგე რომელი არის. რას? აი თავიდან ამას რა ეწერია? კონტროლერს? ship 1-3 აწერია კონტროლერს. ship 1-3 ქვია კი.
გადავა. აჰა. ობიექტსაც explosion დავარქვით და აა ზომა მე მგონი ნორმალურია რა. თუ რამე დავაპატარავთ მე. მას რა დაარწერეთ თქვენ? explosion დავარქვით თვითონ ობიექტსაც. არა, კონტროლი სადაა. explosion cont. აი ესე გამოიყურება. სამკუთხედს explosion როცა ანიმაცია შეიქმნა, მაშინვე explosion დავარქვი. მეცნიერია. აჰა. კარგი, ახლა ეს თამაშის ობიექტი რაც არის სცენაში რაც გვაქვს explosion რო ქვია, ეგეც ვაქციოთ პრეფაბად. იმიტომ რომ იდეაში ხო ესეც უნდა დადროფოს მაშინ იმან enemy, როცა გაქრება თვითონ რა. ამიტომ მოვუკიდოთ explosions ხელი და ჩვენი პრეფაბების ფოლდერში გადმოვაგდოთ. სცენიდან წავშალოთ. სცენიდან წავშალოთ. აჰა. მე შევიდეთ script-ში. პრინციპში drop-ში გავაერთიანოთ ეგეც. ას ანიმაცია ხო არის, აი public animator anime-რო იწერია. ანიმაცია ხარ არ გვინდა ამის, იმიტომ რომ ამ ეს როგორც კი გაჩნდება, ეგრევე ამის ანიმაციაც ხო ჩაირთვება და პირდაპირ გააკეთებს იმ ანიმაციას რა. ამას ხო თავისი ანიმატორი აქვს. და როგორც კი გაჩნდება, ეგრევე იმას ამს. ხო და აქ drop header-ი რო გვაქვს, მან ჩავამატოთ ესეც რა. Public game object explosion. შეგვიძლია რომ drop objects-ი ჩავამატოთ explosion-ი და რომელიმე ელემენტი იყოს და მასე გავაჩინოთ ეგეც, მაგრამ რავი, ახლა drop object-ი მაინც იმისთვის იყოს, რომ აი ასაღები ობიექტი რასაც დადროფავს რა, თქვათ, emo იქნება თუ heal იქნება, რასაც აიღებ მე და პლეიერი მივა ხოლმე და შეეხება და explosion-ი უბრალოდ დაიდროფება და მე წაიშლება. ამიტომ ცალკე იყოს რა, public game object explosion და წავიდეთ მე იქ. აქ ხო ეგრევე ქრება. აქ უნდა გაჩნდეს. როგორ გავაკეთოთ? ახლა პრინციპში მანდ რა ხარ უნდა გაჩნდეს, შეგვიძლია რომ მას ისე რო იყოს, რომ ხო. აი ისე რო იყოს, რომ drop object-ი, ანუ სანამ არ გაქრება საერთოდ საფეთქების სისტემას, მანამდე რო არ გააჩნდეს. სანამ რა არ გაქრება? ანუ აფეთქების ანიმაცია სანამ არ დამთავრდება, მანამდე რო არ გააჩნდეს და მე რო გააჩნდეს. ესენი? ია. შეგვიძლია კი. ოღონდ რაღაც დროითი დაყოვნების დაწერა მოგვიწევს მაშინ. ან შეგვიძლია რომ ეგრევე გააჩინოს ესენიც, უბრალოდ explosion-ი შეგვიძლია უფრო წინ წამოვწიოთ, ანუ ჯერ კამერამ explosion-ი რო დაინახოს და მე ესენი და ესენი რახან უკან იქნებიან, ისედაც explosion-ი რო დამთავრდება და გაქრება, მაშინ გამოჩნდებიან ისინი უკან მდგომი ობიექტები რა, emo იქნება თუ heal იქნება. შეგვიძლია ლეიერებით განსაზღვროთ ეგ. შეგვიძლია შეიძლება თქვი დროითი დაყოვნება შესაძლებელი არა. ხო და მე მგონი ჯობია რომ აქვე აქ drop object-ში ჩაუწეროთ, ხა აქ რო არ წეროთ instantiate drop object-ი ისედაც გამოძახებული გვაქვს აქ. და აი აქ შეგვიძლია რა. instantiate. აი პრინციპში ეს შეგვიძლია მოვაკოპიროთ, რომელიმე instantiate აქ რაღაც გვიწერია. ეს ყველა ვარიანტში უნდა ქნას. შანსი არ იქნება ეს დამოკიდებული, ყველა ვარიანტში უნდა აფეთქდეს რა. აქ emo clone-ის ნაცვლად. მაგრამ როცა მოგვდება ხო მაშინ უნდა ქნას. კი, და ეს ხო drop object-ი აქ ხო სიკვდილზე არ გვაქვს გამოძახებული? ხო, აქ ბულეთი როგორც კი ეხება, ეგრევე კვდება.
მახსოვს. აქ ეს რო დავაკოპირე, ეს ორი ხაზი. Explosion clone გადავარქვი სახელი. აქ drop object-ი არ გვინდა და explosion-ი უნდა გააჩინოს. და აქ explosion clone. ხო, აქ რამდენ წამში გაქრეს, ეს მერე გამსაზღვროთ, რა გააჩნია ანიმაცია რამდენი იქნება, რამხელა იქნება. მოდი ერთი წამი იყოს, თუ დაასწრო და იქამდე გაქრა, სანამ ანიმაცია დამთავრდება. მერე შევცვლით რა. ჯერჯერობით ერთი ეწეროს აქ. ანუ drop objects როგორც გამოვიძახებთ, იქ enemy სადაც ქრება. ეგრევე explosions გააჩენს და მაქედან ერთ წამში გააქრობს. და ასევე ამათაც შეამოწმებს instructions-ი გააჩნია რამდენი იქნება და მაგის მიხედვით გააჩენს ან emos ან heals. Okay, დავასეიროთ ეს. გადავიდეთ unit-ში. მოვნიშნოთ სად არის enemy და თავისი explosion-ი ჩავუგდოთ აქ. ეგ მაგის კლონი გააჩინოს. ნახოთ აბა. აუცილა. ეგ არის. ნახე, ეს არის. ერთი წამი ბევრი არის. და მერე ლუპავს. ას მე არ მიჩვენებს drop object. ას უნდა ჩავაგდოთ. აქ explosions არ გიჩვენებს? არა. შენთან ნორმალზე გადადი და მერე დებაგზე ისევ, აბა. შეიძლება მაგის ვრალი არის. არისო ეთქობა სიული. ხო. Explosion-ის prefab-ი ჩავაგდო ხო მას? კი, explosion-ის prefab-ი მოათავსე აქ. რო script-ში რო ვეუბნებით, რომ explosion უნდა გააჩინოს, explosion-ის რაც იქნება ჩაგდებული, მაგას გააჩენს და explosion-ის რო ჩაგდებ, explosion-ის გააჩენს. explosion-ის clones უბრალოდ. ახება ჩემთან დაილუპა ის explosion-ი. ანუ რომ აფეთქდა, კიდე დაიწყო მეორედ აფეთქება და მერე გაქრა. ანუ ერთი წამი ბევრი არის რა. სანამ მაგას დავარეგულირებთ, რამდენ წამში გაქრეს. შეგვიძლია ლუპიც გამოვურთოთ. რო არ დაილუპოს ხოლმე საერთოდ. ანიმაციებში რო შევალთ, explosion-ის ანიმაციას რომ მონიშნავ იმ სამკუთხედს, რაც ფოლდერში გვაქვს. რაც შეიქმნა წეღან ფოტოები რო ჩავყარეთ, loop time-ი აქვს მარჯვნივ ზევით. ჩართული. loop time-ს რო გამორთავ, loop-ს აღარ გააკეთებს რა. ანუ ერთხელ გაივლის იმ ანიმაციაში რაც არის ფოტოები, აქ frame-ებს და ეგ არის. უბრალოდ ერთი მაინც ბევრი არის და ის ბოლო frame-ი, შავი ბოლი რო ჩანს explosion-ის მერე მაინც დიდხანს რჩება და მე მგონი 0.5 ვცადოთ, აბა 0.5 F-ი დავუწეროთ აქ. იმიტომ უნდა რომ წილადია ხო? კი. ეხლა მე მგონი ნამეტანი ადრე გაქრა. 0.7 ვნახოთ.
აჰა. მგონი კაი. იო. მე ხმების ჩამადებაც ხო შეიძლება აფეთქების. კი, მაგ ხმებსაც ჩავამატებთ. იცი შე რაღაცები მეგონი მქონდა აქ. აჩა swipe არა კარმაკ. აფეთქები. აი მე ვიპოვი და ოკეი, ახლა სიცოცხლე დავამატოთ ამისი პლეიერის, რომ ვიზუალურად ჩანდეს რა. რამდენი აქვს? ოღონდ ამჯერად ტექსტად კი არ გავაკეთოთ, წინაზე ხო ტექსტი გავაკეთეთ და ეწერა რა, უბრალოდ რიცხვი და იმას აკლდებოდა. წითელი გულები რო დახადოს. მაგასაც გავაკეთებთ, მაგრამ წითელ გულებამდე ჯერ health bar-ი გავაკეთოთ, რომ ეგეც ვიცოდეთ. health bar-ი როგორ კეთდება და მე წითელ გულებსაც ჩავამატებთ. რომ გულები გაქრეს ხოლმე და მე რო დაიხილება, ისევ შეივსოს. ჯერ health bar-ის მაგალითზე ვნახოთ ეგ. მე რეგულებსაც ჩავამატებთ. health bar-ი რო გავაკეთოთ, canvas-ი გვჭირდება. მარჯვენა ღილაკი იერარქიაში. UI canvas მოყვება event system-ი. იმისთვის რომ ღილაკებზე დაჭერა აღიქვას და ესეთი უშველებელი და დიდი რო არის canvas-ი, გაგახსენებთ ამას margin render mode-ში, აი აქ screen space overlay უნდა გადავიყვანოთ screen space კამერაზე და აქ ჩავაგდოთ main კამერა. და game full HD-ზე რა ხარ მოწყობთ რეფერენსად აქ მივუთითოთ constant pixel size is not scale with screen size-ი და X-ი 1920 ჩავწეროთ, Y-ზე 1080. ზუსტად ის რეზოლუცია, რაც full HD-ზე გვაქვს აქ მითითებული. canvas scale-ში არ მიჩვენებს იმას. თუ scale-ის screen size ხო? scale-ის და აქ რა უნდა screen size-ი ჩავწერო? გადაერთო და X-ი 1920 ჩაწერე, Y-ზე 1080. ოკეი, ახლა შევქმნათ health bar-ი. health bar-ი უნდა შევქმნათ სლაიდერის გამოყენებით, ნახე. canvas-ზე მაუს მარჯვენა ღილაკს რო დააჭერ, მე UI, აქ არის სლაიდერი. სლაიდერი აირჩიეთ და სლაიდერს რო აირჩიეთ, ესეთი ობიექტი შეიქმნება რა. canvas-ის ცენტრში. და აი თქვა თამაშს რო ჩართავ. აი კლიქზე მოქმედებს. ეს აი ამით შეგვიძლია გავაკეთოთ ის ხმის აწევ-დაწევა. მე თქვა აუდიო სეტინგებსაც გავაკეთებთ და ხმის აწევა-დაწევა შეგვიძლია ამით დავარეგულიროთ ხოლმე. რომ უფრო მაღალ ხმაზე გაისმას ხმა, ან უფრო დაბალ ხმაზე, ან საერთოდ აღარ გაისმას თუ ოღონდ მენიუში რო იყოს მას. კი, მასე გავაკეთებთ და თვითონ თამაში ხო არ მინდა. ხო, თვითონ თამაში არა. ხო და ამ სლაიდერს გადავაკეთებთ უბრალოდ health bar-ზე. ანუ რახან ესეთი ჰორიზონტალური ის არის, რაღაც სლაიდი არის და შესაძლებელია რომ ფერიც გააკეთო ეს რამ ხელაზე არის შევსებული. შეგვიძლია შევსებული რო იქნება, მე დაცალო კიდეც და მე კიდე შეავსო მაგალითად რა. ვთქვათ ენერგიის გაკეთებასაც ხო ვაპირებთ იმის players რო რაღაც ენერგია ქონდეს და ეხარჯებოდეს shift-ის დაჭერის დროს. მაგასაც ამით გავაკეთებთ სლაიდერის გამოყენებით მე. მოდი ამ სლაიდერს გადავარქვათ სახელი და დავარქვათ health bar-ი. health bar.
ექვას. ცოტა გავადიდოთ. ძალიანაც არა ვont. მას თამაში მე ისა ვერ მოქმედებ იმაზე სლაიდერზე. თამაში ურთავ კლიქს ვერ აკეთებ? ხო. ივენთ სისტემი დაემატა თავისით? კანვასი რა შექმენ? კი. რა უწესი თუ და იმოქმედო რა, სადაც დააჭე შეიძლება ვერ აჭერ. გაზარდე ცოტა გაწელე და მე გატესტე, აბა. მაუსის კლიქზე წესი თუ და იმუშაოს და გამოყვეს ეს წრე რაც არის რა, სადაც კიდებ ხელს. ახლა ნახო. მას ახლა გამოსწორე. ხო. ხო გავადიდე ცოტა გავწელე ეს ჰელსბარი მთლიანად, სლაიდერს რო გადავარქვით სახელ ჰელსბარი დავარქვით და რო ჩამოვშლით ამ ჰელსბარს. შიგნით არის სამი ობიექტი, შვილად, ბექგრაუნდი, ფილარია და ჰენდელ სლაიდარია. ეს ჰენდელ სლაიდარია არის, აი სადაც ეს ჰენდელ არის მოთავსებული რა, ხო, ბურთი. ხო და ეს ბურთი ჩვენ ხო არ გვჭირდება, ანუ ჰელსბარისთვის ახლა უბრალოდ შევსებული სლაიდერი უნდა იყოს რა. ჰელსბარს მაუსით არ გავამოძრავებთ. ამიტომ ჰენდელ სლაიდარია მთლიანად წავშალოთ, ანუ ჰენდელ სლაიდარიას რომ მონიშნავთ, წაშალეთ მთლიანად. დარჩება მარტო ბექგრაუნდი და ფილარია ამ ჰელსბარში. ეხლა ეს განვათავსოთ მარცხნივ კუთხეში, ჰელსბარი მოვნიშნოთ და მარჯვნივ რო კომპონენტებში ზემოთ ის აქვს წითელი პლუსი რო ახატია. მან რო დავაჭერთ, Alt-ს უნდა დავაჭიროთ მერე და ავირჩიოთ რომელ კუთხეს მიაპას. თუ გინდათ რომ მარჯვენა კუთხეს მიაბამ, საკეთ აირჩიეთ და მას ეგ მანახეთ თავიდან. აი ჰელსბარს რომ მონიშნავ, მარჯვნივ პლუს წითელი პლუსი რო აქვს, მაგას დააჭირე. ესეთი ფანჯარა გაჩნდება. ხო. და მერე Alt-ს დააჭირე. Alt-ზე უნდა გედოს თითი და რომელსაც აირჩევ იქ მიიყვანს. და მიაწებებს. ამას გაგახსენებთ, რომ ასევე იმისთვის ვაკეთებთ, რომ მიწებებული იყოს კუთხეს და მე თქვა პატარა ეკრანზე რო გახსნი მობილურზე, იმ კუთხეს მიწებებული დარჩეს და არ ჩამოეჭრას ან რაღაცა და დიდ ეკრანზეც ჩვეულებრივ იმ კუთხეში იყოს რა. მას ჩემთან ძალიან არის იქ მიწებებული. არა უშუალოდ ერთხელ რომ მიაწებებ, აი ჩემთანაც ეგრეა. ერთხელ რომ მიაწებებ, მე შეგვიძლია გაამოძრავო, თქვა მუთულზე გადართე და გამოწიე ცოტა აქეთ. თავარია მიწებებულია ეს რაღაც პატარა სამკუთხედი აქვს. მაგით არის მიბმული რა იმაზე კუთხეზე და მე თუ გამოზრავებ არაა პრობლემა. ოკეი, ახლა ნახე ჰელსბარს რომ მოვნიშნავთ მარჯვნივ აი წაღან სადაც წითელ პლუს დავაჭირეთ. მაგის დაბლა აქვს სლაიდერის კომპონენტი, სადაც ინტერაქტებულ აქვს ჩართული. აი კლიქზე რო არაფერი გააკეთოს, ანუ ინტერაქტებულ რო არ იყოს რა, მაუს რო არ დააჭირო ჰელსბარზე, მაგდო გამოურთოთ საერთოდ ეს ინტერაქტებულ. და ქვევით აქვს ამას მინიმალური value, მაქსიმალური value და მერე value აქვს რა. სადაც აქაც სლაიდერით არის გაკეთებული და აი ბოლომდე რო შეავსებ, ესე ივსება. ეხლა მთლად ბოლომდე არ ივსება, მაგრამ გავასწორებთ ამას. იმიტომ არ ივსება თავად ბოლომდე, რომ აი ეს handle სლაიდერია რო წავშალოთ, შიგნით ხო handle ქონდა ის ბურთი. და ეგ ფარავდა ამ ნაწილს, მაგრამ ეხლა ის რო წავშალოთ აღარ ფარავს. და რახან გვინდა რომ ბოლომდე შეივსოს ხოლმე ჰელსი, ამას გავასწორებთ, მაგრამ ჯერჯერობით ესე იყოს. და აი ბოლომდეც არ იცლება ეხლა რა. მოდი მაქსველი ჩაუწეროთ იმდენი, რამდენიც ის აქვს ჰელსი. რამდენი აქვს ჩემთან 5. ახაც 5 ჩავწერ. თქვენთან სიცოცხლე რამდენიც აქვს players, მაგდენი მაქსველი ჩაუწერეთ. მერე შეგვიძლია თუ სასრულად გვინდა რომ გაეზარდოს ხოლმე თქვა ჰილი ხო გვაქვს თამაში ჩამატებული და თუ გვინდა რომ სულ ემატებოდეს ხოლმე შეგვიძლია რომ ეს მაქსველიუც გავზარდოთ მერე თამაშის მიმდინარეობისას რა. მაგრამ ეხა ჯერჯერობით იყოს ეგრე შეიძლება ძალიან გაადვილდეს მერე თამაში და
მას წითელი ფერი რომ მივცეთ და მწვანე კი. რო ავსებული რო მწვანე რო იყოს და წითელი იყოს კი, ზუსტად მაგას ვიზამთ. მოკეთ max value ჩავწერათ 5, value 5-ზე ავასრიალეთ, შეივსო და ფერები ახლა უნდა მივცეთ ესე. ნახე? background-ზე არის, აი რო ცლი უკან რა ფერიც რჩება, ეგ არის background-ი, მოდი შავი გავაკეთოთ ეგ. ჯერჯერობით, მე შეგვიძლია საერთოდ background-ზე რამე ფოტო დავსვათ frame-ი რაღაცის, ჩარჩო რა უბრალოდ. რაღაც ფერი არ იყოს და უბრალოდ ჩარჩო იყოს. და მე fill area-ს რო ჩამოშვილ და fills მონიშნავ, fill area-ში არის კიდე შვილად fill. აი fill არის უკვე ის რაც ივსება. ეგ არის თეთრი ფერის ახლა და წითელი გავაკეთოთ თუ მწვანე? მოდი მე მგონი წითელი. მწვანე და წითელი მე დაბალ სიცოცხლეზე. ოკეი. ამ თქვენ როგორც უნდა. კაი და ის energy რაზე როგორ რაფერის გქონდეს მე ლურჯი? ენერგია ლურჯი. ოკეი, კაი. ოკეი, მწვანე იყოს აქ. ავიჩიოთ მწვანე. როგორი მწვანეც გინდათ არიჩიეთ. და აი background-ი აქვს შავი. ახლა აი თქვათ აქ სატესტოდ რო დავცალოთ. მას შავი რო უჩანს აქ გვერდზე. ხო, ეხლა ეგ უნდა გავასწოროთ. აი ბოლომდე რო არ ივსება ხო მაგის ბრალია. ეხლა ნახე. ცოტა ისეთი გასასწორებელია ეს. უნდა გადავერთოთ rect tool-ზე, აი ეს მეხუთე თული რო არის. ჩარჩოში რო სვამს იმას ობიექტებს. და ესე უნდა გავაკეთოთ ეხლა ნახე. პრობლემა რა არის ეხლა აქ? რომ fill area რამ ხელზეც არის. აი აქ. მაგამდე ივსება fill-იც რა. იდეაში უფრო აქეთ ისე. და ჯობია რომ fill area-ზე დავსვათ ყველაფერი background-იც და fill-იც. აი fill area-ს რომ მონიშნავ, დაინახავ სადამდეც არის შევსებული, შევსებული კი არა. ეს ჩარჩო სადაც აქვს რა, ეს კედელი, თეთრი ხაზი. მე fill-ს მონიშნავ. fill-ი უფრო მარჯვნივ არის ხა, ვიდრე fill area. და fill-ი მივწიოთ და snaps გააკეთებს რა, ჩახტება იმაში. აი თეთრ ხაზთან რომ მიიტან, მიეწებებასავით და აუშვი და გაჩერდება. background-ზე ზუსტად ეგრე. background-ს რომ მონიშნავ, მიიტან აქ თეთრ ხაზთან და ჩახტება. всё, ახლა გასწორდა. ნახეობა. მას fill-იც და fill area-ს უნდა გადავიტანოთ? არა, fill და background-ი უნდა გადაიტანო fill area-ზე. ან ჯერ fill-ი გადაიტანე fill area-ზე და მერე background-ი გადაიტანე fill area და fill-ი სადაც იქნება მათ. ანუ ახლა background-ის და fill-ი გადავიტანე background-ის თვითონ გადავიდო. არა, background-ი არ გადავიდოდა თავისით. ხო, მარცხნივ გადმოიტანე, მარჯვნიდან მარცხნივ, ხო? მარჯვნიდან უნდა გადმოვიტანო. არა, ხო და მაგას გეუბნები რომ ეგრე არ დაждდება კარგად რა. ანუ fill area არის უფრო მარცხნივ ვიდრე fill-ი და background-ი. fill-ს და background-ს მოკიდე და fill area-ზე გადმოიტანე მარცხნივ. ანუ უფრო უნდა დააპატარაო fill და background-ი ვიდრე არის. მანამდე არიან რა. და ახლა აი აქ value რო გატესტო, ნახე ბოლომდე ივსება. თუ გაქრა შენთან, ხო არ გაქრა ეს მწვანე? კი. health bar-ი მონიშნე და value გაამოძრავე და აღდგება რა, შეივსება ისევ. აი marginal value, ხო. თავიდან ქენი. ახლა მე fill-ი გადავიტანო ჯერ. ხო, ანუ fill area მონიშნე, ნახე სადაც არის, მე fill-ი მონიშნე, ნახავ რომ უფრო მარჯვნივ არის ვიდრე fill area და მარჯვნივ fill-ს მოკიდე და fill area-სთან მიიტანე მარცხნივ. და snaps გააკეთებს, მიხვდები რა, ჩახტება. მას ერთად არ მიჩვენებს ორი. გაზიარება. შეიძლება აირია რაღაც წეღან რო გადაადგილდა. მონიშნე fill-ი მონიშნე. ან fill area მონიშნე. ხო, ნახე. აი
ხო ხედავ ეხლა მარჯვენა კიდე სადაც არის. ეგ მიიტანე მარცხნივ თეთრ ხაზს ხედავ მანდ. ეს კი, აი მანდ. ეს მიიტანე მომასთან. კი. არა, პირიქით. მარჯვენა ხაზი მიიტანე მარცხენა ხაზთან. სო, ეგ. ეხლა ბექგრაუნდს მოკიდე? მე ახლა ფილარი. არა, ბექგრაუნდს მოკიდე ეხლა. ეგეც მიიტანე მარცხნივ წამოიღე. ეგეც ჩახტება მანდ. სო. ეგ. ანუ ფილარიას შეგვიძლია გამოძრავ ეხლა შენ რაც საკეთებდი უბრალოდ შვილად რახან ყავს ფილი მაგასაც აყოლებს მერე და მაგის გასწორება მაინც გიწევს რა ფილის გასწორება მერე და მაგიტო აი ეხლა მარცხნივაც გასაკეთებელი გვაქვს ანუ მარცხნივაც ხა ბოლომდე არ იცლება ეს ნახე 0-0 ჩამოიყვან ცოტა კიდე რჩება და ეგეც რო გავასწოროთ ნახე იგივე პრობლემაა ეხლა ოღონდ პირიქით არის რა ფილარია უფრო მარჯვნივ არის ვიდრე ფილი ამიტომ ფილი მოვნიშნოთ მოვკიდოთ და მივიტანოთ მარჯვნივ თეთრ ხაზთან ზუსტად ეგრე ბექგრაუნდზეც მოვკიდოთ და მარჯვნივ თეთრ ხაზთან მივიტანოთ და ჩახტება აქაც ეხლა ხელს ვარს რომ მონიშნავ ბოლომდე იცლება ბოლომდე ივსება მას გვერდზე თეთრ ხაზი უნდა გააჩინოს. ხო, ზოგჯერ აჩენს ხოლმე, მაგრამ უშავს. იქ თამაში არ გამოჩნდება ეგ. ჩემთან გააჩინა. თამაში არ გამოჩნდება ეგ. ოკეი, ბოლომდე იცლება, ბოლომდე ივსება, ხო? იო. აი, დავასეივოთ. ოკეი, ახლა შეგვიძლია შევიდეთ player script-ში. ზევით, სულ ზევით. აი, ნემიში ვარ, player script-ში გვინდა. ზევით, აი, მესამე ხაზზე რო using Unity engine წერია, მაგის ქვეშ მეოთხე ხაზზე დავწეროთ using. შენთან 4 წერია. ხო, არ აქვს მნიშვნელობა. using Unity engine წერტილი UI. ეს გიწერია? აი გარავს. ხო. UI გჭირდება, იმიტომ რომ sliders უნდა დავუკავშირდეთ. აი ეს health bar-ი ხო sliders-ია. შენთან visual scripting-ია დამატებული. შეგვიძლია წაშალო რა. არ გამოვიყენებთ მაინც მაგას. using Unity engine წერტილი UI. იმიტომ რომ UI namespace-ში არის sliders სლაიდი და slide-ერთან დაკავშირება თუ გვინდა, მაგიტო using Unity engine წერტილი UI უნდა დავწეროთ. აი როგორც მაშინ ტექსტთან დაკავშირება რო გვინდოდა, მაშინაც დაგვჭირდა ეს. ოკეი, და აი აქ header-ი ხო გვაქვს health-ის. მანდ გვიწერია ჯერჯერობით ერთი ცვლადი public float health. დავამატოთ მანდ public slider. შემოგთავაზებთ ამასაც. და დავარქვათ ამას health bar. რო ის health bar-ი ჩავაგდოთ, მე წეღარაც გავამზადეთ unit-ში. Public slider health bar. Okay. წავიდეთ ახლა. და სადაც damage გვიწერია, ხო, აქ გვიწერია. damage სადაც გვიწერია, health სადაც აკლდება damage amount-ი. ანუ სადაც health-ი იცვლება. მაგის მერე ჩაუწეროთ, რომ health bar წერტილი value. წერტილი value არის ეს, ნახე? აი წაღარ რო ხელით ვამოძრავებდი. აი ამას დაუკავშირდება რა. დიახ. health bar წერტილი value უდრის health პირდაპირ. იმიტომ რომ აქ ხო health აკლდება damage amount-ი. თქვათ 5 ხო აქვს health. დიახ და მე წაიგეთავს. კი, 5-ს გამოაკლდება თქვათ 1, 4 გახდება და მე health bar-ის value მე გაუტოლდება იმ 4-ს.
4-ს რო გაუტოლდება, აქ 4 ჩაიწერება პირდაპირ და აქ ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, რომ დაიცალა რა, 4-ზე გადმოვა ეს თვითონ შევსებული health-ბარი. ოკეი. ის შავი საერთოდ რო არ იყოს და რო არ იყოს, ანუ მარტო მწვანე რო იყოს. შეგვიძლია. მაგრამ მე ვერ მიხვდები რამდენი სიოცხლე აქვს აკლებული. ხო ის. ხო. ჯერჯერობით იყოს და ვნახავ მე რაღაც ვიზუალს, რომ აი ჩარჩო იყოს მარტო რა, შემოსაზღვრული რო იყოს ეს მწვანე, ჩარჩოში რო იჯდეს, მარტო მაგას დავტოვებთ, ანუ უკან ბექგრაუნდი არ ექნება, უბრალოდ ჩარჩო იქნება მარტო. აი იყოს ხა შავი, არ იქნება პრობლემა. ჯერჯერობით სატესტოთ. აი, ეს გვიწერია. health bar წერტილი უდრის health. So, დავასეივოთ, გადავიდეთ unit-ში. მოვნიშნოთ. შეგვიძლია ცოტა მონაცრისფრო გავაკეთოთ უფრო რა. ძალიან შავიც რო არ იყოს. ნაცრისფერზე გადაიყვანეთ. და ერთ-ერთი რაც დაგვრჩა არის, რომ player-ი მოვნიშნოთ და აქ ჩაუწეროთ, რომ ჩავწეროთ კი ჩავბუდოთ health bar-ში health bar-ი. აი, health bar-ი გამოჩნდა non-slider წერია. ჯერჯერობით არაფერი არ ჩაგდებული და ჩვენ წამოვიღოთ health bar-ი canvas-ში როა და ჩავაგდოთ. health bar-ის slider-ი შეინახება აქ. და მაგ health bar-ის slider-ს დაუკავშირდება მე აქ და მაგის value-ს აქცევს health-ის ტოლად. ანუ health რამდენიც იქნება იმ წამს, იმდენი გახდება ამის value-ც. ანუ იმდენზე დაიცლება. ოკეი, აბა გავტესტოთ. მას ჩემთან აღარ აჩვენებს იმას. სცენაში. იმუშავა. რას არაჩვენებს? health bar-ი რო ჩააგდო? ანუ health bar-ი რო ჩავაგდე, მე მაგის მერე აღარ აჩვენებს. რას აღარ აჩვენებს? აი health bar-ი ხო ჩავაგდე player script-ის იმაში. მე აღარ აჩვენებს სცენაში. canvas-ში აღარ გააქვს? არა, canvas-ში მაქვს, მაგრამ აი თვითონ სცენაში. game-ში? Stars game-ში. ხო. გააზიარება? აი აქ ჩავაგდე health bar-ი და აღარ ჩანს. მონიშნება health bar-ი მარცხნივ იერარქიაში. event system-ში გაქვს ეგენი. canvas-ში უნდა გქონდეს შვილად. event system-ში კი არა. ეთყობა ამოვარდა შემთხვევით health bar-ს მოკიდე და canvas-ში გადაიტანე. ორჯერ დააჭირე ხა health bar-ს. ხო. ორჯერ დააჭირე სწრაფად და მიგიყვანს იმას, სადაც არის. აი სადღაც სხვაგან არის. განულე მაგის პოზიციები, აი 2000 რაღაც. ხო, ნულები ჩაუწერე x-ზე და y-ზე და ცენტრში აღმოჩნდება და მე უკვე მიიტანე მარცხნივ კუთხეში. აბა, რიცხვია. ძალიან დიდი რიცხვი წერია ეთყობა და ორჯერ რო დააწყაპუნებ, ან ერთხელ რო ჩააწყაპუნებ, მან მთლიანად მოინიშნება მთლიანი რიცხვი და პირდაპირ ნული ჩაწერე. არ შლის მო. მეცა. ჰა? ახლა ქნამას, დებაგზე ვარ მაგიტო შვება. ალბათ მაგიტო. ეხლა დააჭირე ორჯერ health bar-ს ისევ და მიგიყვანს ისევ თავისთან. ხო. ეხლა მონიშნე health bar-ი? oi. თავიდან აირჩია, აბა ის. აქ უნდა შევთვალო. ხო, მივიდა. ხო. და ცოტა გაამოძრავე როგორც გინდოდა. იყოს ასე. ეგარ. და ასეივე და შეამოწმე. აი, დავტესტო. აი აკლებობა, აი გავქრა. საერთოდ გავქრა, ხო? შენიერ.
კარგი, შენ რო თქვი, მე გავაწითლო და ბოლოსში გავაკეთოთ ეგ? დიახ, აი შუაში რო გასტა ფილოსფერდეს და მე რო გაწითლი. ოკეი. ეგრე თუ შეიძლება. კი. ნახე. აქ void damage. ხო damage-ის, ანუ health-ი რო აკლდება, ხო მაგის მერე უნდა შევამოწმოთ. თვითონ health-ის რაოდენობა. დიახ. თქვათ 3 თუ გავუხდა. მაგ დროს შევცვალოთ ფერი. ფერი რო შევცვალოთ, ხო fill-ს უნდა დაუკავშირდეთ აი ამას. იმიტომ რომ fill-ს აქვს color-ი. ეს მწვანე ფერი რო აქვს მინიჭებული. დიახ. fill ობიექტის ფერი არის. fill ობიექტს რომ დაუკავშირდოთ, fill area-სთან უნდა გქონდეს წვდომა, იმიტომ რომ შობელი fill area არის და ასევე, health bar-თან წვდომა გვაქვს. ამიტომ შეგვიძლია რომ health bar-იდან fill area-ს დაუკავშირდეთ, ანუ შვილს, health bar-ის შვილს და მერე კიდე fill-ს დაუკავშირდეთ, რომელიც fill area-ს შვილი იქნება. ეგეთი რაღაც შეგვიძლია ჩავწეროთ. ან მეორე ვარიანტია რომ ზევით შევქნათ, თქვათ public game object-ის ტიპის ცვლადი და შიგნით ჩავაგდოთ fill-ი. ეგეც შეიძლება. და ეგრე გვექნება წვდომა fill ობიექტთან. რომ თავისი color-ი შეუცვალოთ მერე. მაგრამ შულთან დაკავშირება მე მგონი არ გავკვეთებია არასდროს და გავაკეთოთ ეგ მოდი. აქ ახლა ხო გვიწერია რომ შეიცვალოს health bar-ი. და დავწეროთ if-ი. შევამოწმოთ health-ი. თუ გაუტოლდა 3-ზე გავაყვითლოთ. ჩემთან მაგალითად 5 აქვს. ჩემთან გაშოვდა და აღარ იმაშევა. რა გაშავდა? აი ფილი მას შავი არის და მწვანე დრო გადაიყვანე არც მაინც არ შევი. ხო არ დაიცალა value. ანუ value გაამოძრავა ისევ შეიძლება დაგეცალა და 0-ზე არის value თავიდან. აიყვანე ისევ მაქსიმალურზე და ხო. მოკლედ აქ damage-ში health-ის დაკლების მერე ჩაუწერეთ if-ი ახალი და 3-ზე გავაკეთოთ, 3-ზე გაყვეთილს თუ 2-ზე გაყვეთილს, რამდენზე გაყვეთილს? 3-ზე გაყვეთილს და მე 1-ზე გაწითლეს. ოკეი. ანუ health-ი თუ აქვს 3, მაშინ აქ უნდა ჩაუწეროთ რომ გაყვეთილდეს, ხო? რომ გაყვეთილდეს, როგორც თქვით, გვინდა fill-თან კავშირი. სანამ fill-ს დაუკავშირდებით, fill area-ს უნდა დაუკავშირდეთ და ვნახოთ რომ fill area არის მეორე შვილი ამისი health bar-ის. ანუ შვილების ათვლა იწყება ზევიდან ქვევით. health bar-ის პირველი შვილი არის background-ი ხა და მეორე fill area, მაგრამ ამათი ათვლაც იწყება 0-დან რა. ანუ პირველი შვილი იდეაში ინდექსით მე0 არის და მეორე შვილი ინდექსით 1-იანი აქვს რა. ამიტომ ჩაუწეროთ რომ health bar-ი ხო game ობიექტი არის, წერტილი transform წერტილი get child-ი არის ეგეთი ფუნქცია transforms გააჩნია. transform-ით შვილს დაუკავშირდება ხო? შვილს დაუკავშირდება, კი. და get child-ს უწერ მე რამდენი შვილს დაუკავშირდეს. ხო თქვით რომ background-ია მე0 და fill area არის ინდექსით 1-იანზე მდგომი. ანუ 1. მე ისევ წერტილი მარჯვნივ. ეხლა გვინდა რომ fill area-ს შვილს დაუკავშირდეთ, ხო? fills. get child-ი. ისევ get child-ი, ოღონდ 0 იქნება ეხლა, ხო? იმიტომ რომ fill area-ს პირველივე შვილი ხო არის fill-ი. ანუ მე0 რა, ინდექსით 0-იანზე მდგომი. ანუ get child 0. წერტილი და რა გვინდა? გვინდა ამის აი image-ს უნდა დაუკავშირდეთ. image-ის color-ი, კი. get component. კომპონენტი რახან არის image-ი, get component შეგვიძლია. image ნაკლებობ მეტობის ნიშან შორის image-ი უნდა ჩავწეროთ, მე ჭხილები მარჯვნიდან. წერტილი color უდრის color წერტილი yellow იქნება წესით აქ, კი. აი
თუ რაღაც კონკრეტულად შენი არჩეული ფერი გინდა, მე გაჩვენებთ მაგასაც. მასიკ ფერის ნომერია, ხო? კი. ეხლა აქ უკვე შექმნილი არის რაღაც დასახელება ფერის, color მას წერტილი. აქ errors მიჩვენებს color-ზე. დიდი 120 ხო არ გიწერია? არა, მას ზუსტად მიწერია იქ. რომელ color-ზე გიჩვენებს? Yellow-სთან რო წერია თუ image-თან? აი მე ნაკლებია image, მე მეტია ფრჩხილები და color რომ წერია, მან მიჩვენებს errors. წერტილი არ გიწერია ფრჩხილების მერე? აფრთხილებს მე წერტილი. ხო, წერტილი უნდა. ანუ ნახე get component image ცალკე მდგომი ის არის. კიდე errors აქვს. შეამოწმე get component ფრჩხილების მერე უნდა წერტილი და მერე color. არა, მას color მეწერა. ოკეი. ანუ ჯერ health bar-ს უკავშირდება health bar-ის transforms, მერე health bar-ის transforms-ზე get child 1 წერია, რაც ნიშნავს, რომ health bar-ის აი fill area-ს დაუკავშირდება. მერე get child 0 გვიწერია, რაც ნიშნავს, რომ fills დაუკავშირდება. მერე გვიწერია get component image, რაც ნიშნავს, რომ აი fill-ის აი ამ image-ს დაუკავშირდება და მერე წერტილი color დაუკავშირდება ზუსტად ამას. რაც მწვანე არის. და გაუტოლებს color მას ნომრის უწევთ color წერტილი ნომერი მერე. არა. ნომრის ჩაწერა თუ გინდა color ფრჩხილები უნდა თუ სწორად მახსოვს. და თქვა 10 თუ color 32 უნდა. კი არ ახსოვს ზუსტად როგორი წერება ერთ წამს გავიხსენო. color. new color. ესე იწერება. color უდრის ახალ color. ეს 10-30. არაფერი, უბრალოდ ჩავწერე რა, ეხა color-ის ფერი ის RGB რო გექნება, აი ეს RGB code. მაგ რიცხვებს ჩაწერე რა, ეხა უბრალოდ სათესოთ ჩავწერე. აი აქ რო წერია სულ ქვევით მოიცა. hexadecimal. ეგ რო ჩავწეროთ. ესეც შეიძლება ჩაწერო, კი. მაგრამ მასე თუ დაწერ, აქ არ უთითებ მაგას. თუ სწორად მახსოვს. მოიცადე მაგასაც გავიხსენებ, ხა მასე ჩაწერა თუ გინდა როგორ შეგიძლია. არა, იყოს ასე ჩავწერო. ხო. მოიცადე დავსერჩოთ. Unity change image color with hexadecimal. ეს რამდენი რომ ეწერა. ოკეი. ნახე, უბრალოდ ფუნქცია შექმნა, აი როგორც hill გვაქვს ჩვენ და მე შიგნით რო float hill amount-ი გვაქვს. ეგეთი ფუნქცია არის change image color, ოღონდ შიგნით string-ი აქვს შექმნილი, hex color string ქვია. და მე გამოძახების დროს აწვდის მაგას, მაგ კოდს, hexadecimal-ის კოდს. დიახ. აი იყოს მას ასე შეწერას უფრო მარტივი ნომრებით. ხო, მოკლედ ესე შეგიძლია. მას ნომრებით როგორ ჩავწერო? ნომრებით, ანუ ჯერ აქ რაღაცა ფერი იპოვე, ყვითელზე გადაცვალე. და ნახე რა ნომრები არის აქ რა. მე ეგ ნომრები გადაიტანე პირდაპირ და ეს ალფა არის 255-ზე უნდა ქონდეს ალფა, იმიტომ რომ ეს არის გამჭვირვალობა ამისი. ეს რო 0 ჩაწერო, გამჭვირვალე იქნება, საერთოდ არ გამოჩნდება. არ გამოჩნდება. ხო. და მაგიტო წერ აქ 255-ს. ხო, ეხა ეს რაღაც ფერს მიიღებს.
არ ვიცი 1.25-30 რა ფერი არის, არ ვიცი, მაგრამ ნახოთ გავტესტოთ. თეთრი გახდა. თეთრი ყოფილა. მოდი მე პირდაპირ color yellow-ს ჩავწერ, color წერტილი yellow. წესით ნორმალური ყვითელი იქნება. კიდე რა შეგიძლია, იცი? რომ ზევით შექმნა, თქვათ public color-ი. დაარქვა რა. მე ამას ჩავაგდებთ იმას. პირდაპირ აირჩევ რა, ნახე როგორ გამოჩნდება, თქვათ health color. და ნახე. ნახე. პირდაპირ აქ აირჩევ კონკრეტულ colors. დიახ. და მაგას გაუტოლებ მე რა, პირდაპირ. აი აქ color წერტილი yellow რომ მიწერია მე, მაგის ნაცვლად პირდაპირ health color ჩაწერ რა. ეგრე შესაძლებელია. კაი, ახლა color yellow-ზე დავაბრუნე მე. ნახოთ აბა. გაყვეთლა. ოკეი. მუშაობ შენთანაც? აი გავტესტავ ახლა ამას. დიახ მას. მაგრამ მე ერორები ამოყარებდი რომ აღარ იყო ისა. რა აღარ იყო? პლეიერი რო გაქრა? თუ რაზე? აი მოიცა თავიდან ვნახო მას. წაგიკითხა. პლეიერი რო ქრება, მაგ დროს ერორს აგდებს კი? დიახ, აი მაგის ენების აგდებს, ანუ აი names boundlet asset script enemy script, ანუ object reference not set to an instant of an object, ანუ არ არის მას. ხო, აღარ არსებობს ობიექტი რომ ეს ესრულოს. ხო, არა უშს, მაგას გავასწორებთ მე. კაი, აქ ახლა რა ქვია მას? დავამატოთ ის გაწითლებაც ხო გინდა? დიახ. elif დავუწეროთ ამას, გაგრძელდეს. ამ if-ის გაგრძელება იქნება. და შევამოწმოთ health-ი გავუტოლდა თუ არა, 1-ზე გავაწითლოთ, ხო? ბოლოზე. დიახ. იგივე შეგვიძლია დავაკოპიროთ, რაც ზევით გვიწერია. რომ აქ color წერტილი red-ს ჩავწერ მე. ეგ არის. გააწითლა. აგით მას დავასევებ ახლა და ვწდი იმას.
ნახევრად უმუშაობს. იო. ახლა თან ხო ეგრევე იმაშვება. ეგრევე იცლება რა. ანუ აი თქვა 5-ზე თუ არ შევსებული 4-ზე ეგრევე გადადის. და შეგვიძლია რომ აი უფრო smooth გავხადოთ ეგ მერე. და აი ნელა რო დაიცალოს ხოლმე რა. აი თქვა 5-დან 4-მდე მე ჩავა არასწორად ვქენი. შედარებით ნელა. და დაინახავ როგორ იცლება. ეხლა მაგის დანახვა შეუძლებელია, იმიტომ რომ 5-დან 4-მდე ეგრევე გადადის. რა არის რამე არ მუშაობს? არა მას ფერის ის ჩავწერეთ თულად და. იასამნის ფერი ამოვაგდო ბოლოში. რიცხვები გეწერა არასწორად ხო? და იმუშავა ხო? აი გამოსდი ახლა ქნაზე თელი. ახლა თეთრა. აუ. რაღაცა სწორად ვერ უწერ. ასულზე 12 და სხვა ესა ჩამოყოლებით რომელიც არის ხო ისე უნდა დავწეროთ. აი ჯერ R, მერე G და მერე B. კი. და ბოლოს 215. 112 20. და 5 ნული შევცვალე და ნახავ ახლა. მედია იმუშავებს. თორე და მერე გავაკეთე. იმუშავებს ეს. აი იყოს მერე გავაკეთე. ახლა ღია ყვითელი ნახა. კაი. კარგად ნახე რა, შეიძლება რომ ვიღაცა ერთი ის გეშლება. წითელი. ანდა მერე ბარემ ფერს ჩაუწერ პირდაპირ. ხო. მუქ წითელს ნახა. კაი, მოდი შემდეგისთვის დავალება გქონდეთ ესეთი რა. ჰელსბარი ხო გავაკეთეთ?
ესეთივე სლაიდერი რო გააკეთოთ, როგორც ხელსბარი გავაკეთოთ ზუსტად იგივენაირად, შეგიძლიათ საერთოდ დუბლირება გავუკეთოთ ამას და სახელი გადაარქვათ უბრალოდ და ქვევით ჩამოწიოთ, ეგეც შეიძლება. რომ თავიდან არ მოგიწიოთ იმათი რაღაც ცვლილება რა, სლაიდერი რო შექმნით მე ხო ბევრი რაღაც შევცვალეთ, რომ კარგად ყოფილიყო. მოკლედ სლაიდერი გააკეთეთ ისეთი, რომ გამოვიყენოთ ენერგიისთვის რა, ენერგიისთვის. და ეს სლაიდერი იცლებოდეს, როცა შიფს დავაჭერთ, უნდა დაიცალოს ხოლმე, როცა აუშვებ შიფს, ეგრევე უნდა დაიწყოს რეგენერაცია, ანუ შევსება. ჰქონდეს მას ხომ არ ჩვენ ხო განსაზღვრული გვაქვს ბულეთების რაოდენობა. ბულეთების რაოდენობა რა შუაშია ამასთან? ხომ არა ის ბულეთების იმას არ ვწერთ. ანუ რაოდენობასთან ერთად რო დაგლეთ. არა. შიფს რო დააჭერ, ხო სწრაფად დადის. ხო. სწრაფად სიარულის დროს უნდა დაეცალოს ენერგია. ხო, მოკლედ ენერგიის ის კონდეს ბარი, ენერგი ბარი შეგიძლიათ დაარქვათ, ან სტამინა ბარი, ან როგორც გინდათ. როგორც თქვი შეგიძლიათ health bars გავუკეთოთ დუბლირება და გადაარქვათ უბრალოდ სახელი. კონდეს 100, მოდი, ამას ახლა მაქსიმალურად 5 უწერია და იმას energy bars 100 გავუკეთეთ რა. რომ 100 იყოს სულ სავსე და 0-ზე ექნება სულ დაცლილი. და კოდიდან ისე უნდა ჩაწეროთ, რომ shift-ზე დაჭერის დროს უნდა იცლებოდეს, ოღონდ უნდა იცლებოდეს ისე, რომ smooth დაცლა უნდა იყოს რა, ნელ-ნელა რო აკლდება და 0-ზე ჩადის. თუ shift-ს იყენებ. ასე ხო შეიძლება რომ აი დიდი მაქსველი ძალიან დიდი რიცხვი დაუწეროთ და პატარ-პატარა რო გამოაკეთება თითქოს smooth-ად მიდის. ხო, რაღაც ეგეთი გაკეთება მოგიწევს და 100 საკმარისი იქნება რა. ხო, შეიძლება 1000 გააკეთო და რავი, თითო-თითო გამოაკლო, მაგრამ შეიძლება მასე კაი ხანს ვერ დაცალო და ეგეც გასათვალისწინებელია რა, რომ ის იყოს დაბალანსებული იყოს. 100 წესით კაი ის არის. ხო და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვათ თუ დაცლი და ენერგია აღარ გექნება, სწრაფად აღარ უნდა იმასქნას რა, აღარ უნდა იაროს მაგ დროს. მიუხედავად იმისა, რომ shift და აღარც გამოაჩინოს. ხო, ანუ ვიზუალურად დაცლილი უნდა იყოს. ხო, კი. ვიზუალურად დაცლილი უნდა იყოს energy bar-ი. ცეცხლიც აღარ უნდა ჩანდეს, ახლა რო ჩანს უკარო ცეცხლი ჩნდება player-ის უკან, აი, და სწრაფად რომ მოძრაობს. ეს აღარ უნდა ჩანდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება shift-ს აჭერდე, მაგრამ ესე სწრაფად აღარ უნდა მიდიოდე და ესეც აღარ უნდა ჩანდეს. მაგრამ რო აუშვებ, მერე დაიწყოს რეგენერაცია ამ energy bar-ის. ანუ ნელ-ნელა შეივსოს ისევ რა. მერე თქვა თუ კიდე დააჭერ, კიდე დაიწყება. 100 რო გაუტოლდება, გაჩერდეს მერე. ხო. კი. მერე თქვა თუ კიდე დააჭერ shift-ს, მერე ისევ უნდა დაიწყოს დაცლა და თუ დაცლის ბოლომდე ვეღარ უნდა დადიოდეს სწრაფად. კაი, მოკლედ შემდეგში ცადეთ მაგის გაკეთება. აი და შემდეგზე ხო, მოვიწერები რა, პარასკევს სავარაუდოდ შევხვდებით ისევ იქ. რა ქვია? ჭიათურაში. ჩამოვალ და ჩავატაროთ იქ. კაი, მოვიწერები მაგაზე Discord-ში. მას ნიკოლოზი რო არ არის ახლა შემოსული, ისე ვერ გავაკეთებთ იმ კოლაპს. ხო, არა, უნდა მოიწვიო და mail-ზე უნდა იმასქნა. შემდეგზე გაგაკეთებინოთ თუ გინდა. ხო. აი. კაი. დროებით ავა. ახონს. ახონს.